თბილისის მერიას ნიკა მელია კორუფციაში ადანაშაულებს. ნაციონალური მოძრაობის წევრი ამტკიცებს, რომ საგზაო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს თანხა წინასწარ გადაურიცხეს. სამუშაოები კი ჯერ არ დაწყებულა. მელიამ ყურადღება ვანის ქუჩაზე არსებულ სიტუაციაზე გაამახვილა. მან აღნიშნა, რომ ამ ქუჩაზე მერიამ ტენდერის გარეშე კერძო პირთან ხელშეკრულება გაფორმა და 1 მილიონი ვარი გადაურიცხა. მელია პროკურატურას გამოძიების დაწყებას თხოვს. ბრალდებებს უარყოფს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს. ვანის ქუჩაზე ერთი თვის წინ გაიმარჯვა კომპანიამ არა ტენდერში, არამედ ერთპირთან მოლაპარაკებით მერიამ გაუფორმა ხელშეკრულება, უნდა დაეწყო ფორს-მაჟორული წესით სამუშაოები და ერთი თვის თავზე ჩვენ ხედავთ სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის, რომ მე მიმართავ პროკურატურას და შესაბამის უწყებებს, რომ სასწრაფოდ დაინტერესდნენ აი ამ აღნიშნული სქემით. სამწუხაროდ ეხლა დავაზუსტე ინფორმაცია და ნამდვილად აქვს აღებული ავანსი. სამწუხაროდ არა, ეს საჭიროც იყო, რომ აეღო ავანსი და შესაბამისად ექნებოდა საბრუნავი რესურსი. რიგითობის მიხედვით, პრიორიტეტულობის მიხედვით მათ განესაზღვრათ, რომელი ქუჩებიდან უნდა დაეწყოთ მუშაობა. კორუფციული გარიგება და რაღაცა კორუფციასთან დაკავშირებული ნიშნები, ესეთი საკითხი საერთოდ გამორიცხულია.